10 წელია, რაც ერთმა კარგმა ადამიანისგან შევიძინეთ ფუტკარი, მყავდა 3 ძერე. და იმ ადამიანმა მითხრა ყველაფერს გასწავლი პირველად რაც შეეხება ამ ფუტკარს, მაგრამ მე დანარჩენი უნდა მიხედო შენ თვითონვე და მაშინ რომ მითხრა ეს გამეკვირდა, მაგრამ მე რაც მე ფუტკარი მყავს, იმ ადამიანს სიმართლე უთქვია. დღეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ რაც მითხრა, იმას სიმართლე უთქვია, რომ მეფუტკრე ძირითადად მუშაობს შუადღეში. დილის 11 საათიდან 4 საათამდე შეუძლია მეფუტკრეს მუშაობა და კარგ მეფუტკრეს თვითონ ახავს ბევრი ფუტკარი და სხვასთან ისე ვეღარ იცლის, რომ გადავიდეს და ან მიეხმაროს, ან ასწავლოს. რაც იმ ადამიანმა მასწავლა დღემდე, რა ვიცი, იმით ხელმძღვანელობ რა, იმისი ასწავლით ხელმძღვანელობ უფრო. თორე ისე ახლა რომ რაღაც მევლო და რაღაცა განსაკუთრებულად მესწავლა, ისე არა და იმ დავიწყეთ 3 ძირიდან და ავედით 50 ძირზე. სულ ამ მთელი წლების განმავლობაში ვამრავლებთ ამ ფუტკართან ვყიდი, თან თაფლი გვაქვს არაჩვეულებრივი აქ. მარტო იმიტოა კარგი, რომ ალპურ ზონაში არის. ყველანაირად ეკოლოგიურად სუფთა თაფლი არის. იყო ესეთი პროგრამა, ემპარდის პროგრამა დაფინანსებით, რომ გავერთიანებულიყავით, შეგვექნა კოოპერატივი და ჩვენი მის გაგვეძლიერებინა მეფუტკრეობა. შეგვექნით ეს კოოპერატივი, დავატოვეთ ფუტკრის სახლი ფშავში. შეგვექნეს თანადაფინანსებით ყველაფერი, გვაქვს საკუთარი ქარხანა. ამ შემოდგომაზე ვფიქრობთ, უნდა ჩამოვასხათ თაფლი და ჩვენი ოქრო თაფლი ერქმევა ჩვენ თაფლს და შევა ალბათ მაღაზიებში.